დილამშვიდობის, ახლა ესეთი ის ნახე რა ქვია სტატია გუშინ რამდენიმე ადგილას CNN-ში იყო, კიდე Bloomberg-ში იყო მგონი. ესე იგი 1 ცენტიანების პენის გამოშვება შეწყვიტა ოფიციალურად ტრამპმა და რაც დარჩა ცირკულაციაში ის იმოძრავებს რა მოკლედ და აღარ იქნება გამოშვებული. ანუ ცოტა ხანში ამოვარდება ბრუნვიდან და პრინციპში აზრიც არ ქონდა მაგის ბრუნვას, იმიტომ რომ მაგრამ ახლა აქ მეორე ეფექტია და დათვალეს ამ წყაროებმა, მე რომ ახლა თქვია ეს წყაროები. მან თქვეს, რომ ესე იგიო დაიწყება დამრგვალება 5 ცენტამდე, ანუ რაღაცა თუღის თქვათ 2.83-ია თქვათ ყავა ხო დაუშვათ 2.85 გახდება. ანუ ხანდახან 3-4 ცენტას დაუმატებენ, უფრო დამრგვალებენ ზევითკენ, რა თქმა უნდა. ხო და მე კიდე რა არის საინტერესო და ესეთი ინფორმაციაც იყო, რომ 1 ცენტის დამზადება ჯდებაო 3 ცენტი, ზოგი წყაროებით 3.7. ანუ 3.7 ცენტი ჩართულია ბევრი მომენტია. ერთი არის თვითონ მატერიალი და დამზადების თვითონ ტექნოლოგია და ამის ფასი და მეორე კიდე delivery, ანუ ის ხომ უნდა მიიტანო ეს 1 ცენტიანი და უკვე მოძრაობაში რო შეიტანო, ამასთვის კიდე რაღაც თანხა იყო იქ რაღაც 9 ცენტი მგონი. ყველაფერი ერთად მოკლედ ზოგი წყაროებით 3 ცენტი, ზოგი წყაროებით 4 ცენტი, თითქმის 3.7 ცენტი. და მე კიდევ ერთი წყარო წერდა, რომ 5 ცენტიანებსაც მივადგებითო მალეო, იმიტომ რომ 5 ცენტი დამზადება ჯდებაო 8 ცენტი თუ რა და რაღაცა 9 ცენტამდე. ხო და ეგეც ალბათ ამოსაღები იქნებაო და ახლა ეს ყველაფერი მე რას მაგონებს იცით, რომ ამისი რა აღის და რა არის, ეგ ხო არ არის მთავარი. თუ საჭიროა მაგ ცენტი და ინფლაციის შენარჩუნება, თუ გინდა რომ შეამცირო ინფლაცია, ანუ შეინარჩუნო დაბალი ინფლაცია, უნდა დატოვო ეს მოძრაობაში. აი მიმინო ხო გვახსოვს ჩვენ ფილმი და იქ რო არის ეს სტაჩინინა და იქ ყავას რო ყიდულობს. კი არა, ჩაის ხო რო ჩაი უფრო იაფია 2 კაპიკი ღირს გონი, აძლევს 5 კაპიკიანს და სტაჩინინა და თუ 7 კაპიკი, ну რაც არის მოკლედ 2-3 კაპიკს არ მინდა ხურდაო და გამყიდველი ოვნება იმნიანინა და არც მე არ მჭირდებაო. აიღეო რა. აი ესე იგი ფინანსური უსაფრთხოება არის აქ თავარი, ანუ ის ქალბატონი იქ იმ კინოში რომ იმ ხურდას აძლევს და ზოგადად ასე რომ იყო რუსეთში, ჩვენთან არ იძლეოდნენ ხურდას საქართველოში. მან ეგ იმ კაპიკის მნიშვნელობას ნიშნავდა, თორე არც იმისთვის არ იყო ალბათ ეს დიდი ფული, თუმცა ის ახლა ვაჭრობდა და ბევრს გაყრია და შეიძლება რაღაცა შემოსავალიც მოეცა, მაგრამ აი იმისათვის რომ კაპიქს ქონოდა რეალური ფასი, ამას ანუ ავალდებულებდნენ ხო იქ, რომ ვინც იყო OBHS-ი, რაც იყო ორგანიზაციები, უნდა დაებრუნებია ხურდა. ხო და რახან ეს ახლა წყდება, ეს უკვე ინფლაციის ესკალაციასაც გამოიწვევს, ერთ-ერთი ფაქტორია. მორალურადაც არის ალბათ ეს ფაქტორი, ხო? და არა მარტო ფინანსური, ახლა მე ფინანსისტი არა ვარ, მაგრამ რომ ამგვალებ ყველაფერს ასე, ეს უკვე გამოიწვევს ინფლაციას და სხვათა შორის უკვე რამდენიმეჯერ მოვისმინე ტელევიზორშიც, რადიოშიც, რომ ინფლაციამ ისევ დაიწყო აწევა და უკვე პროგნოზის საწინააღმდეგო მოქმედებსო და ჩემი აზრით ახლა ამას რასაც უყურებ ამ ყველაფერს ალბათ თუ ჰიპერინფლაცია არა, ყოველ შემთხვევაში ძალიან მაღალი ინფლაცია იქნება სადღაც ну ჩემი აზრით ალბათ 40-50, აი როგორც არგენტინაში და იმაში რო იყო, თქვა ირანში რო არის ახლა, ხო 50%-ის ფარგლებში ყოველად შესაძლებელია, იმიტომ რომ ჯერ ერთი ეს ნიშნები არის აქ, ახ ეს ტარიფები და ეს ყველაფერზე რო გადასახადები იზრდება, ეს ერთი მომენტია, ფასები კვერცხზე ის აიწია ფასმა რო უკვე აქ ხუბრობები დადეს კვერცხზე. ხო და ეს ერთ-ერთი ფაქტორია და მაგის გარდა 36 ტრილიონი დოლარი ვალი, ხო, როგორღაც უნდა გაისტუმროს სახელმწიფომ, არა? ხო და ალბათ ჩემი აზრით ძალიან მოსაოდანია, ძალიან მაღალი ინფლაცია. თუმცა ამას ახლა არავინ არ გამოაცხადებს, ეგ რო გამოაცხადონ მაშინ იქ რაღაცა ესე ჩუმად ვერ მოხდება ეს ყველაფერი, მაგრამ როგორც ეთყობა ამისკენ მიდის საქმე რა. ნახოთ აბა.